ელთაოდირის დასკვნას ოპონენტები სხვადასხვაგვარად კითხულობენ. სანამ ოპოზიცია გამოქვეყნებულ დოკუმენტს ისტორიაში ყველაზე ნეგატიურ დასკვნას უწოდებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნის დამატებით საფუძვლებზე საუბრობს, უმრავლესობა შეფასებით კმაყოფილია და ყურადღებას დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. ამ დასკვნის საკითხვის მერე თუ ვინმეს გონია რომ რომელიმე ბრალდება გაბათილდა, უბრალოდ ეს ანგარიში არ წაუკითხავს. ან მეორე ვარიანტია რომ წაუკითხავს და მაინც იტყუება. ადამიანებს მიმართავ წაიკითხონ ელთაოდირის დასკვნა. საერთო შეფასებით ასეთი კრიტიკული დასკვნა არ ყოფილა. არ დაწერილა რომ სანდოობას გამოუთხარა ძირი არჩევნების მიმართ, რომ მშვიდობიანი პროტესტი ამ არჩევნების შემდგომ ჩაახშეს. უბრალოდ ყოფახიძის ტყუილები როცა 100,000 ადამიანს აფასებს 3,000 ადამიანად და როცა ელთაოდირის ყველა დროის უარყოფით დასკვნა საქართველოში რაც არჩევნებს ეთრუებულა აფასებს დადებით დასკვნა. ნუ ამას ეხლა ვერ ჭავს საღად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი. ელთაოდირის დასკვნა ერთნიშნულოვანია, ცალსახა არის და ეს არ კითხულობს ოპოზიცია განსხვავებულად. ჩვენი პოზიციაც ერთნიშნულოვანია, ვინაიდან ელთაოდირის დასკვნაში წერია, რომ არჩევნები არ ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს შეუძლია ქართულ მოცნებამ წაიკითხოს, თუმცა მათ პროპაგანდისტულად არ აწყობ და არ უნდათ ასე გაიგონ. ჩვენს პოზიციას იზიარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ყველა განცხადება, რაც გაკეთდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიმართული იყო ერთი ხაზით. არჩევნები არ ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და საჭიროა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც ადმინისტრირება მოხდება სხვანაირად. ისინი მზად არიან სათანამშრომლოდ და ეს ხელისუფლება მათთვის არის არჩეული ხელისუფლება. ეს არის მთავარი. დანარჩენი შენიშვნები არის ისეთი, რომელზედაც ჩვენ ადრეს გვითანამშრომლია ელთაოდირთან. სათითაოდ შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ. ისი განმასწორება შეიძლება რა არ არის გამოსწორებული და ეფუძნება თქვათ ყალბ ნარატივებს, რომელიც მას მიაწოდეს და როგორ გავხდოთ ყველაფერი უკეთესი. საერთოდ დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ჩვენ ულტიმატუმებისთვის არა ვართ მზად. ჩვენები ჩატარდა კონკურენტულ ვითარებაში, იქ იყო მედიაზე საუბარი, იქ იყო პარტიების რაოდენობაზე საუბარი და ასე შემდეგ, ამაზე ბევრი დეტალური განცხადება გაკეთდა. ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ამ აჟიოტაჟს, ოპოზიციის მხრიდან ამ აგონიას გასაგებია, იმიტომ რომ ამ დასკვნით, საბოლოო დასკვნით, ესე იგი დადასტურდა ერთი რამ და გამოეცალათ მათ უკვე საბოლოოდ ის ცრუ ნარატივი, ის ესე ვთქვათ, დესტრუქციული ნარატივი, რომელსაც საუბრობდნენ 300,000 ხმის გაყალბება, რუსეთის ჩარევა არჩევნებში, ეგრეთ წოდებული გაჟონილი ბიულეტენები და ხმის ფარულობა, აი ეს ყველაფერი, აი ეს მითები